საქმიანი დილას ეთერში ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ წარმატებულ და გაზრდილ გაფართოებულ ბიზნესებზე ვაგრძელებთ საუბარს და ამ დროისთვის უკვე სტუდიაში შემოგვიერთდნენ გიგა ფაიქიძე, იცნობ საქმიანი საზოგადოება Loyalty-ს მმართველ პარტნიორს და ჩვენთან ერთად არის ასევე ლანა ჩხარტიშვილი, ლანა Loyalty აკადემიის დირექტორი გახლავთ. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. უზბეკეთში Loyalty-ს გასვლიდან და უზბეკეთში შესვლიდან, მოდი ესე ვიტყვი, ერთი წლის თავზე მთელი 12 თვის მონაგარი უნდა შევაჯამოთ. დღეს დილით გავხსენით ამბავი დეილი შესვლით უზბეკეთის ბაზარზე. Loyalty-ის შემთხვევაში კი გვაქვს საქმე, როცა უკვე 12 თვის მონაგარი უნდა შევაჯამოთ. ასე რომ ყურადღებით გისმენთ, რამდენად გაამართლა ჩემო გიგა უზბეკეთის ბაზარმა და ტაშკენტში და სხვა ქალაქებში თქვენმა აქტიურობამ. მოგახსენებთ მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით თქვენს კიდევ ერთხელ. 12 თვე გავიდა, სწრაფად გავიდა და იმაზე კარგი შედეგები გვაქვს პრინციპში, რასაც ველოდით და რის მოლოდინიც გვქონდა, რადგან ჩვენი შესვლა მაინც იყო რისკი გარკვეულწილად და ბევრი რაღაც ჩვენ თვითონ გავტესტეთ და ჩვენ შეცდომებზევე ვიცნობი ბაზარია სრულიად ახალი სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანიები იყვნენ, ისინი მაინც სხვა სფეროში მოღვაწეობდნენ და ფაქტობრივად პირველი კომპანია ვართ, ვინც ჩვენ სფეროში, ვინც უზბეკეთში ჩავიდა, დაფუძნდა და დღეს უკვე დაახლოებით 100-მდე კომპანიას ვემსახურებით უზბეკეთის ბაზარზე, როგორც ადგილობრივებს, ასევე საერთაშორისოებს. კომპანია იზრდება იმაზე ბევრად სწრაფად, ვიდრე ჩვენ გვეგონა, რაც თავის მხრივ გამოწვევებს აჩენს, თუმცა მზად ვართ ამ გამოწვევების საპასუხოდ. ასევე ძალიან გვახარებს განსაკუთრებულად ის თქვენ დეილი ახსენეთ და მათ ულოცავ ამ ექსპანსიას. გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით და დაახლოებით 10 კომპანიას საქართველოსდან დავეხმარეთ ამ ხნის განმავლობაში, რომ უკვე რომლებიც შევიდნენ უზბეკეთის ბაზარზე. ესენი არიან ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები, რადგან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა უზბეკეთის IT პარკთან და დავეხმარეთ, რომ იქ გაიფართოვებინათ საკუთარი საქმიანობა. დიახ. გიგა, რამდენად სწორად მაქვს ინფორმაცია, როცა ვემზადებოდი თქვენთან საუბრისთვის Loyalty-ის კიდევ ერთი ბაზრის დალაშქვრაზე და სატესტო მსგავსად უზბეკეთისა, როგორც უზბეკეთში გადაიდგა პირველი ნაბიჯები, სატესტო ნაბიჯებს დგავთ არაბეთში და კონკრეტულად დუბაიში. კი ბატონო, და მთლიანად ამ რეგიონში გვაქვს საომალოდ ინტერესები. დავიწყეთ რამდენიმე თვე, 2024-ში მოვასწალით, რომ დაგვეწყო ოპერაციების დაწყება. ეს არის არაბთა გაერთიანებული საემიროები, კონკრეტულად დუბაი. არის ძალიან საინტერესო ბაზარი, თუმცა თვისობრივად განსხვავებული იმისგან, სადაც უკვე ჩვენ შევედით, გულისხმობ უზბეკეთს. იქ საკმაოდ ახალია ჯერჯერობით ყველაფერი, პორტფელი ბევრად უფრო პატარა, თუმცა ძალიან იმედის მომცემი, რადგან იქაც მიდის ახლა გარკვეული ტიპის რეფორმები, განსაკუთრებით საგადასახადო მიმართულებით, რაც ჩვენი ტიპის კომპანიებისთვის აჩენს ძალიან კარგ სივრცეს იმისთვის, რომ მივისარგებლოთ ამ მომენტით და დავფუძნდეთ ადგილობრივ. დადასტურებულად შემიძლია გითხრა, რომ არა მხოლოდ უძრავი ქონების მიმართულებით, სხვა მიმართულებითაც დუბაი ქართული კომპანიებისთვისაც ძალიან აქტიური ხდება, ამიტომ Loyalty-ს ვერავინ ვერ დაასწრებდა სენსში სად უნდა გაჩნდეს მორი გახალ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალი სივრცეა და მართალი ბრძანდებით, ესეც განსხვავებულია კლიენტად უზბეკეთისგან და საქართველოსგან. ნამდვილად, თუმცა გვინდა რომ ძალიან აქტიურად დავიწყოთ ამ მიმართულებითაც მუშაობა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს გულისხმობ ზოგადად და გალფის ქვეყნებს, რადგან გარშემო არის საკმაოდ საინტერესო ბაზრები, მეტნაკლებად განვითარებული, თუმცა ნაკლებად განვითარებული ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას და ნაკლებ კონკურენციას თავის მხრივ. ლანა, ძვირფასო დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. როგორ მიდის საქმეები? მაგრად, როგორც ყოველთვის. უნდა მოყვა Loyalty აკადემია რაღაცა სერიოზულები ამბობთ და გისმენთ ყურადღებით. კი ბატონო, დიდი ამბები დავიწყეთ და ძალიან მნიშვნელოვანი რაც თავარია და კი ვიცით, რომ ჩემი ჩართულობა ყოველთვის არის ხოლმე მე საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური და ხარისხიანი განათლების პრომოციით და ასე შემდეგ. თან გამორჩეულად კარგი მეკვლე ხარ და ამიტომ გისმენ. მადლობა, ამბობენ ძალიან კარგი ფეხი მაქვსო და შესაბამისად ძალიან მიხარია. პრინციპში დავიწყებ იმით, რომ Loyalty-ის საგანმანათლებლო პორტფოლიო
რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. წლების მანძილზე უკვე მრავალ წელს მოითვლით 10 წლამდე გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში ოპერირების ნაწილში და ძალიან ბევრი საინტერესო თემებით იყვნენ წარმოდგენილები და დიდ და მცირე მასშტაბიან მათ შორის საშუალო კომპანიებთან ძალიან აქტიური პარტნიორობები. თუმცა ახლა ვართ ზუსტად იმ რებრენდინგის ნაწილში, სადაც ლოიალტი აკადემიას რეალურად ჩვენ ვუყურებთ როგორც საერთაშორისო ბრენდს, რომელიც არა მარტო საქართველოში იქნება ხარისხიან განათლებაზე პასუხისმგებელი და უნივერსალური მიმართულებით და ეხლა მას ჩავშლი რეალურად რატო არის ეს მნიშვნელოვანი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბაზარი არის მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო, აქ ნაწილი პროექტები, რაც განვახორციელეთ, იყო ძალიან წარმატებული, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება და ის ჩვენი როგორც ლოიალტეს გაფართოება არა მარტო უზბეკეთში და ის ქვეყნები რომელიც დაასახელეთ არის მიმავალი გეგმები რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად განათლების კომპონენტიც ამ საერთაშორისო ბაზარზე და არენაზე არის აუცილებელი გასათვალისწინებელი ფაქტორი. და პრინციპში აი სწორად ახსენეთ რომ საქართველოს მიმართ და ქართველების მიმართ ძალიან დიდი ნდობა ხარისხის კუთხით და ასევე თანამშრომლობების კუთხით არსებობს. ამიტომ ამის გაფართოებას ვცდილობთ ჩვენ. და ჩვენ გვინდა რომ მხოლოდ საქართველოში არა, არამედ საერთაშორისო მასშტაბით იყოს წარმოდგენილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რითაც ვიწყებთ, საგანმანათლებლო ტურიზმია და ამაზე მინდა გამოვახვილო ყურადღება განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ გონია რომ საქართველოში უკვე წლების მანძილზე დაგროვდა ის ცოდნა და გამოცდილება და მათ შორის ქვეყანა არის საინტერესო უცხოელებისთვის, საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეებისთვის, როგორც კერძო სექტორებისთვის, იმიტომ რომ ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და აი იგი გამახსენა, ეხა ერთი წლის შეჯამებას ვაკეთებთ უზბეკეთში, იგივე IT პარკში და მათთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით, საიდანაც მოდის თვითონ მათი მხრიდან პროაქტიულად სხვადასხვა თემებზე ჩვენი ჩართულობა და ლოიალტი აკადემიას ექნება მნიშვნელოვანი როლი, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი ხარისხიანი, წარმატებული კერძო სექტორის მოთამაშეები, რომლებიც როგორც ქვეყანას ნახავენ, იმიტომ რომ ტურისტული კუთხით საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ასევე განათლების სფეროში ჩვენ შეტანილი წვლილი მათ ვაჩვენოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. ამიტომაც გახდა საჭირო სრული რებრენდინგი და კონცეფციის შეცვლა. კი ბატონო, და ამ მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის თემებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ გქონდეს ძალიან მაღალი, აი მარტივად ვიტყვი, განათლების სფეროში ძალიან ბევრი ტრენინგ მომსახურება, ცენტრები და ასე შემდეგ არსებობს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ასეთ ბაზარზე კონკურენციას. ჩვენ ვაპირებთ რომ უფრო მაღალი სტანდარტით, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო დონეზე შენ იყო პროვაიდერი ხარისხიანი განათლების, რომელიც გრადი განვითარების მიზნების ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ვიყოთ აი აქ დამაკავშირებელი კერძო სექტორის. ამ თემის ამ ნაწილის რეზუმირებისთვის სწორად გავიგე თუ არა, რომ ლოიალტი აკადემია, რომელიც გადის თვისებრივ რებრენდინგს ახლა, მისი საბოლოო მიზანი იქნება ამ განახლებული კონცეფტით არა მხოლოდ საქართველოში მოძლიერდეს, არამედ გავიდეს ყველა იმ ბაზარზე, რაზეც ახლა გიგაბაიკიძე საუბრობდა. კარგი, მოგიბრუნდები სხვა თემებზეც. გიგა, სტრატეგიულ ხედვის ნაწილებსაც შეეხო, ლანა თავის მონაყოლში ლოიალტი აკადემიის სტილში. ლოიალტი სტრატეგიის თემაზე თქვენ ყოველთვის ყველა ჩვენი წინა კომუნიკაციისას ამახვილებდით ყურადღებას, აქ რა სიახლეებია? აქაც სიახლეებია, ზოგადად ყველა მიმართულება, სადაც ავითარებთ კომპანიაში, ვცდილობთ რომ დავინახოთ უფრო დიდ სურათში, ვიდრე აქამდე ამას ვაკეთებდით და სხვათა შორის ამ ცვლილებაში, რაც პირველ რიგში ჩვენს ტვინებში ხდება, ძალიან დაგვეხმარა ეს პირველი ნაბიჯები ქვეყნის გარეთ გახედვის უზბეკეთს გულისხმობ და ვცდილობთ რომ სერვისების განვითარების კუთხითაც განვავითაროთ ისეთი მომსახურებები, რომლითაც ჩვენ ერთის მხრივ ჩვენს პოზიციონირებას გავამყარებთ და ეს არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რითაც როგორც პოზიციონირებთ ბაზარზე და მეორეს მხრივ ამით შევიქმნით კიდევ უფრო კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ახალ ბაზრებზე გავიდეთ. ეს არის ლოიალტი სტრატეჯი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყეთ ძალიან აქტიურად ფუნქციონირება, თუმცა დაახლოებით წინა წელიწად ნახევარი ვემზადებოდით ამისთვის, რადგან ეს მიმართულება და ზოგადად ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება სათქმელად არის ძალიან მარტივი, მაგრამ შესაძლებლად არის ძალიან რთული და მით უმეტეს, როცა გიწევს ძალიან მსხვილ მოთამაშეებთან კონკურენცია. ჩვენ მოვამზადეთ ამისთვის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები, გადმოვიდირეთ უბრალოდ სხვადასხვა კომპანიებიდან და გვყავს გუნდი, რომლითაც
რომელთაც თამამად შეგვიძლია რომ როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ შევასრულოთ პროექტები სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს loyalty strategy ეს არის სტრატეგიული კონსალტინგი, განვითარების კონსალტინგი და კვლევა და განვითარება რა მიმართულებითაც ვიქნებით აქტიურები. სულზე და კონსალტინგზე გამახსენდა კიდევ ერთი ნაწილი ბრიფისთვის, რომელზეც თქვენთან საუბრისთვის ვემზადებოდი, ეხება loyalty-ს, რომელიც აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო სააგენტო აწარმოებს საქართველოს ზრდის ჰაბების ყველაზე მსხვილი პროვაიდერი კომპანია, რომლის ფარგლებშიც 10,000 ლარამდე მეგობრებო აწარმოებს საქართველოს თანადაფინანსებით loyalty ემსახურება მეწარმეებს მთელ საქართველოში. ამ თემაზეც და ასე თქვენ გეგმებზეც კიდევ სხვა თემებზე. ნამდვილად. მადლობა თემის წარმოწევისთვის გიორგი, რადგან ჩვენთვის ქვეყნის შიგნით რო გადმოვინაცვლოთ, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლებში ალბათ რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, სწორედ ეს არის სააგენტო აწარმოებს საქართველოს პროექტი, ეგრეთ წოდებული ზრდის ჰაბების პროექტი, რომელზეც მე ყოველთვის ვამბობ, სმედას ეგიდითაც, რომ ესეთი პროექტი ჩემი ხედვით ბოლო წლების განმავლობაში მე არ მახსოვს, თავისი შინაარსით და გრძელვადიანი შედეგებით პოტენციურად რასაც ეს მოუტანს ქართულ ბიზნესს. ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი პროვაიდერი 6 კატეგორიიდან 4 კატეგორიაში ჩვენ ვემსახურებით მომხმარებელს, ეს არის ფინანსები, ბუღალტერია, გადასახადები, იურიდიული მომსახურება, ბიზნეს მოდელირება, სტრატეგია და HR. მთელი საქართველოს მასშტაბით ვემსახურებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად ამ თვალსაზრისით, რომ გარდა თბილისის და ბათუმისა, სადაც ჩვენ აქტიურად ვიყავით აქამდე წარმოდგენილი, ეს პროექტის საშუალებას გვაძლევს, რომ უკვე რეგიონებში გავიდეთ და გავიცნოთ იქაური ბიზნესები და რეალურად მთელ საქართველოში მართლა დავიწყოთ ხარისხიანად მომსახურება. იქ პარალელურად არჩევდებით და მათ შორის ჩემი ინფორმაციით საზედამხედველო აუდიტიც იგულისხმება ISO-ს ხარისხის მინიჭებითაც საკმაოდ წარმატებით გაიარეთ, თუ შეიძლება ამის თაობაზე ორი სიტყვითაც ვბრძანო. მოგახსენებთ იმ გეგმებთან მიმართებაში, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება, გამორიცხულად მნიშვნელოვანი აუცილებელია, გარდა ამისა, კიდევ ბევრი სხვა ტიპის ხარისხის დამადასტურებელ აკრედიტაციებს გეგმავთ რა ავიღოთ, თუმცა ISO არის ის, რომელიც ISO 9001-2015, რომელიც ჩვენ ავიღეთ 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის ბოლოს გავიარეთ საზედამხედველო აუდიტი, რაც გულისხმობს იმას, რომ და რატო არის მნიშვნელოვანი ეს აუდიტი, რომ ბევრად უფრო რთულია შემოწმების პროცესი, რადგან გაქვს პირველი 1 წელი იმისთვის, რომ რაც მანამდე უკვე შემუშავებული იყო, ეს პრაქტიკაში იმპლემენტაცია გააკეთო, გავიარეთ წარმატებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ კიდე მომდევნო 1 წელი ჩვენ გვექნება ეს სერტიფიკატი, თუმცა წელს კიდე გვინდა ერთი სხვა მიმართულებით ISO სერტიფიკატის აღება, ხო, ეს უფრო ტექნოლოგიურ მხარესთან და უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეპუტაციულად. კიდევ რა შეგიძლია დაამატოთ გეგმებში, რომელიც loyalty აკადემიას უკავშირდება ახლოს მომავალში? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია იქ გამეხა ბოლოს ახსენა, რომ ტექნოლოგიები და ციფრული თემები, რომელიც დიჯიტალი არ არსებობს ორგანიზაცია, ეს იქნება კერძო სექტორის საჯარო უწყებები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გამოვიყენოთ ჩვენ ის უნარები განათლების ნაწილში, რომელიც ტექნოლოგიურ ცოდნას და განვითარებასთან ერთად არის აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენ ახლა ამ ნაწილში მინდა გავამახვილო ყურადღება იმ პარტნიორობებზე, რომელიც კერძო სექტორთან გაგვაჩნია და ამის განვითარებას როგორც strategy team-თან ერთად ვაპირებთ აკადემიის ფორმატში, გულისხმობს რას, ხო? რეალურად ჩვენ loyalty-ს 10 წელი თითქმის ანუ 1 დეკადა გამოცდილება აქვს პარტნიორობების, იმ საკონსულტაციო მომსახურებების და ძალიან კარგი პასუხისმგებლიანი თანამშრომლობის დიდ და მსხვილ კომპანიებთან. შესაბამისად, მოთხოვნა არის იმ მიმართულებით, რომ სტანდარტებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული და მათ შორის ტექნოლოგიებზე და ციფრული უნარების გაუმჯობესებაზე, ანუ მოთხოვნაა პირდაპირ, იმიტომ რომ ჩვენ კვლევებს ვეპყრობით, ანუ ვნახულობთ კვლევებს, ამაზე დაფუძნებით ვაკეთებთ უკვე იმის ჩამოყრას, რა არის მნიშვნელოვანი ბაზისთვის. და ამაზე გამომდინარე იღებთ გადაწყვეტილებებს. ამიტომ AI-ის როლი
როლი ვიტყოდი, რომ აკადემიის ნაწილში იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კერძო სექტორთან მიმართებაში, უნარების გაძლიერება ამ მიმართულებით იქნება ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კვლევებზე დაფუძნებით ნახეთ, რომ კერძო სექტორი ამბობს, ეს არის მთავარი, რომელსაც ისინი სხვადასხვა პროფესიების მიმართულებით საჭიროებენ თავიანთი თანამშრომლების მომზადება, გადამზადების ნაწილში და ვახსენებ ორ მნიშვნელოვან თემას, რომელზეც ლოიალტი აკადემია აქტიურად იმუშავებს და ამას ექსკლუზიურად როგორც ყოველთვის თქვენს ეთერში გავაჟღერებ ხოლმე, ეს ეხება შუა დერეფნის თემას, ლოჯისტიკა, გადაზიდვები, ტრანსპორტირება, თქვენ იცით ეს თემა ქვეყნისთვის როგორ სასიცოცხლოდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ სფეროში ძალიან ბევრი აქტორი, ბიზნესი, კომპანია, ჩართული ორგანიზაცია, რომლებსაც ზუსტად იმ საერთაშორისო მაღალი დონის ევროკავშირის მოთხოვნებზე დაფუძნებული სტანდარტებით ჭირდება მომზადება. არ ვაპირებთ. ნახოთ. კიდევ არის რაიმე გეგმები თუ რა თქმა უნდა, გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს და ხო, ალბათ ესეთ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი უბრალოდ იქნება ის, რომ წელს ალბათ კიდე ერთ ქვეყანას შევეჭიდებით, ალბათ უზბეკეთის და დუბაის და ანონსების გარდა გიგა. რა თქმა უნდა, კი. ალბათ იქნება ისევ ცენტრალური აზიის ერთი ქვეყანა და გვინდა რომ ამ რეგიონში ძალიან აქტიურად განვითარდეთ, რადგან შუა დერეფნის როლი და ცნობიერება ზოგადად ამ მიმართულებით ძალიან იზრდება და ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ პიონერი ამ მიმართულებით, ვინც შემდეგ უკვე ქართულ ბიზნესს ცენტრალური აზიის ბიზნესთან დააკავშირებს ძალიან აქტიურად. კომპანია ლოიალტის წარმატებებს უსურვებ, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ პარტნიორობისთვის, წარმატებები და მადლობა დიდი სტუმრობისთვის გიგა ბაიგიძეს და ლანა ჩხარტიშვილს.